თქვენავთ, რომ რთულ პერიოდში მოუწიავ ჩემი ბავშვობაო. და ვერავინ ვერ მიხვდებაო იმ პერიოდს, თუ თვითონ არ იყოო, არ მოესწრო იმ პერიოდს. იქითადებს, აი უკან დავდო ის, რასაც ჩანთი დავდო. იქითადე, ხო, ეს თუ გახსოვთ. რა არის? ძველი ფრთებს ვაგროვებ და ხო რაღაცნაირად ბავშვობა რო გავახსენო მეთქი. აბა თუ გახსოვთ ეს რა არის? კასეტა, კაცო, რა ლაპარაკ. უძინართამზე ბეღურების გადაფრენა. ეს ბაბლუანი ყოფილა. ეს არის მონანიება ძალიან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი და ამაზე კომენტარს არ გავაკეთე, მე მგონი უძდელობა კინო არ ვიცი. არაფერი აწერია ხო? სექსები. არა, მათ ჩვენი ლენტს შევხედავ, თუ გაცვეთილია ესე იგი ეროტიკა. ჩემ შვილებს რო ვაჩვენე, ვერაფრით ვერ მიხვდნენ რა იყო. არ არის ძალიან გაცვეთილი. ეს არის ფუჭდებოდა კიდევაც ის და უნდა ზემოდან მოგეხსნა, ეს თუ ჩაიხვეოდა ხოლმე, ორი ცალი ის ქონა სხვათა შორის. მე თან იცით ისი მომწევა არის, რა ქვია, Gold Star-ი რო გადაკეთე LG. ანუ აი Gold Star-ი მქონდა, რა ქვია, რა ქვია მას, პრისტავკა. Gold Star-ი გადაკეთე LG-ს და ესე იყო. პატარა ვიყავი რა, აი სად ვიყავი ეგაც მახსოვს, ვაკის სამების ეკლესიის წინ ვიდექი ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახის მეგობრები იყვნენ აფხაზეთიდან და 6 შვილი ყავდათ რა. იმათთან ლაპარაკობდი, რომ ორი ეგეთი ტყუილი გაჟღერდა ჩემი აზრით, რომ ერთიო ის არისო, რა ქვიაო, იაპონიაშიო კანისტრა გამოუშვესო, რომელიცო 5 მეტრიანი და 10 მეტრს იტევსო სინამდვილეშიო. და მეორეო რაღაცა ეგეთი გამოვიდაო, დისკი ქვიაო და იწევსო 700 სიმღერას, აი 700 მახსოვს რა. კანისტრა უფრო დასაჯერებელი ხო იყო? კანისტრა მეტად დავიჯერე, ვიდრე რომ 700 სიმღერას ამე შეიძლება დაეტიოს თქო, იმიტომ რომ 90 წუთიანი კასეტა რო იყო უკვე სა. მაშინ სანდრო ძალიან ისეთი ლეგენდები იყო და უცნაური ისინი ვიცით ხოლმე. ბრუსლის გული კუნთად გადაექცა. ბრუსლის გული კუნთად გადაექცა. ბრუსლის შემდა თავის ბიძაშვილი ბრუსლაი. ბრუსლაი შემდა. კურიაში მაგ მოსმენილი ხალხს მაგელიკო.